ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ხა რომ საუბრობდეთ საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა აქტორი, რა ვიცი, რაღაცა სხვა პრიორიტეტები გვექნებოდა ალბათ ნამდვილად სხვა ვითარებაში, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ყავს რუსი ოლიგარქი ხელისუფლებაში და თვითგამოცხადებული პრეზიდენტი, რომელიც თავის თავს პრეზიდენტს უწოდებს და ამავე დროს წარმოადგენს საქართველოს ამ შემთხვევაში ესეთი ირანელი ჟურნალისტის განცხადება იყო, რომ იქ იყო ყველა ძებნილი პირი ტერორისტული ორგანიზაციების და 1-2 პრეზიდენტი, რომელიც წარმოდგენა არ აქვს დანარჩენ მსოფლიოს ვინ არიან ეგ პრეზიდენტები. აი, რა ვიცი, ამაზე ხატოვნად ალბათ ვერავინ ვერაფერს იტყოდა ამ ვიზიტის მაღალ დონესა და მნიშვნელობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ პირდაპირ აღიარება იმისი, რასაც თვითონ წარმოადგენენ და რასაც ამდენი ხანი ჩვენ ყველანი ერთად ვსაუბრობთ ამ თემაზე, რომ ესენი არიან მეგობრები და პარტნიორები ტერორისტულ, განგსტერულ, ოლიგარქიულ, რა ვიცი, ყველანაირ ისეთ სახელმწიფოებთან და მეთაურებთან, რომელთა იქითაც, რა ვიცი, ნორმალური სახელმწიფო არავინ არ ცდილობს, რომ ამის დალაპარაკებას. თქვენ ბრძანეთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით და აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ იყო იქ პრეზიდენტის დონეზე წარმოდგენილი, ხო? სომხეთთან დაკავშირებითაც კი ბატონო, მაგრამ იმათ სხვა რეალობა აქვთ, რა ვიცი, მეზობელია თავისი. ჩვენთვის ესე პირდაპირ მეზობელი ირანი არ გახლავთ და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ სხვა რეალობა გვაქვს და ჯერ კიდევ ფურცელზე თუ ფურცელს გარეთ ვართ ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყანა და ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, თავარი პრიორიტეტი არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირება, ეს ვიზიტი და რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს პირველ რიგში. რადარზე როცა ხარ, როგორც ირანული გავლენის ობიექტია. რა თქმა უნდა. პრობლემურია, თან ვამბობ, რომ აი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაში ინვესტირებული ხარ და იცი, რომ ამას დიდი ყურადღება ექცევა ხა მარკო რუბიოს. არა მგონია, იცი რა, ამაზე მე მგონი თქვენს წინა გადაცემებში ვისაუბრეთ კიდევაც, რომ რატო აკეთებს ამას, ხო? აკეთებს იმიტომ, რომ რაღაცა ის მოიტანოს თითქოს მთელი ამ წლების განმავლობაში მანამდე რაც უკრაინაში ომი დაიწყებოდა, თითქოს ეს მათი პოლიტიკა ამართლებდა რაღაცა იმისი, რა ქვია, გაბლარული პოლიტიკა, რომელსაც ვერ გაიგებ ნამდვილად არიან ესენი პრო რაღაცა ევროპელები თუ არ არიან, თუ რას აკეთებენ თუ რაღაცა და ეხა უკრაინაში ომის შემდგომ ეს ზღვარი ფაქტიურად ყველანაირად წაიშალა და მათ აღარ ქონდათ ამისი სივრცე დარჩენილი, რომ ამგვარი მანევრები ეტარებინათ, რომ ეხლა ვის მხარეს არიან კიდე რაღაცა ამ იანუსის სახის მორგებაში ყოფილიყვნენ. ამიტომ დღეს ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცხადი არის და მათი ეს პოლიტიკა და გნებავთ ყაველაშვილის, რა ვიცი, ამ ურდოში წარგზავნა, რაღაცა ამის ნიშანივით იყო, რომ ფაქტიურად კიდევ აი ამ რაღაცა გამოვაჭრების იმაში არიან, რომ აი ახლა შენ არ დამელაპარაკებენ ირანთან მულტივექტორულობ გასაგებია სერიაზის ქვეყნებთან რა უნდა და რა სწორად ამ მულტივექტორულ საგარეო პოლიტიკის თემაზე საუბარი არის, პირდაპირ წინააღმდეგობაში არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებთან. პროპაგანდისტული ფასადია თან არ არის აქ არანაირი მულტივექტორული პოლიტიკა. თუ ვინმე შეიძლება საუბრობდეს ამაზე და რა ვიცი, არაერთი ექსპერტი იბრალებს ამ ბოლო დროს რაღაცა, რომ ძალიან საგარეო პოლიტიკის ძალიან დიდი მსოდნეები არიან, მაგრამ იმ საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით და მასში ეს მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა საერთოდ არნაირ იმაში არ არის, რა ქვია, მინდა ასწრებდა ედვარდ შევარდნაძეს ამას. არა, სად არის მულტივექტორულობა თან? ცენტრალური აზიის სახელმწიფოებრივ ახსენეთ, აი ცნობილ შეხვედრაზე. სულ ვამბობ, ყველა იქ მყოფი ლიდერი ცალ-ცალკე იყო შენახვედი პრეზიდენტ ტრამპს. ყველას ინდივიდუალური სტრატეგიული ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველას გამოკვეთილი ჰქონდა თავისი მოდელი ურთიერთობის ევროკავშირთან. იგივე სომხეთი და აზერბაიჯანზე როცა ლაპარაკობთ, ხო? არანაირი მულტივექტორულობა ეს არ არის, ეს არის ძიება, ვინ ჩამომართმევს ხელს. აი სხვა არაფერი არ არის ასეთი. არაფერი და ეს მიზანი, ამიტომ მეჩვენება მეთქი ამის თქმა მინდოდა ეს სასაცილოდ ეს მათი რაღაცა გაშეშებული გაწვდილი ხელების როგორც ხალხს არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. რაღაცა შემოიტანონ კიდე დისონანსი და თუ კი ვინმეს კიდე არ ჯერა, რომ ესენი ვინ არიან, კიდე რაღაცა, აი ამის რაღაცა, რომელიც უკვე
აღარაფერში აღარ წერია, უკვე იაფასიან რაღაცა ესეთ დეზინფორმაციის იმებშიც არ წერია, იმიტომ რომ აი ეს უკანასკნელი კვლევებიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რა ვიცი, მე მგონი არავინ არ თხულდება ამათი არც ამ მულტივექტორული და არც ამ რაღაცა აღრეული რამდენი რესურსი ხარჯეს ევროკავშირის რეპუტაციის განადგურებაში საქართველოში, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ არც კი არის შემცირებული. 76% მოსახლეობის კვლავ ამბობს, რომ რა ვიცი, ევროკავშირის ენდობიან ყველაზე მეტად და თან ყაველაშვილიც ვის წარმოადგენს ხო იქ არავის არ აქვს ილუზია მე მგონი არც ირანში რომ ეს ქართულ საზოგადოებას იქ არ წარმოადგენდა ეს იყო ივანიშვილის ემისარი ან ჩვეულებრივად ან მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო კი არა და ეხლა ასეც არ გავაბაიბურებდი მათ ვიზიტს იმიტომ რომ მათთან ერთად იმყოფებოდნენ იმ მედვედევი არა მედვედევი და ამასთანავე ის ჩემი აზრით ის ტერორისტული ორგანიზაციები რომლებიც აქ ოპერირებენ ამ ქვეყანაში და გვემუქრებიან ყოველდღიურად რომ რაღაცას იმის ხამეინის იმას აიღებენ რა ქვია სისხლს აიღებენ და ყველა იმ ადამიანს გაუსწორდებიან ვინც ამერიკის სასარგებლოდ და ქვეყანას რაღაცას გააკეთებს ხო და ის ფონიჭალაში ჩატარებული ის აქციები რომლებიც აიათოლა ალი ხამეინის ფოტოებით იყო ეს ხალხი გამოფენილი არაფერი საერთო არ აქვს მუსლიმური თემის იმასთან რა ქვია რაიმე დღესასწაულის აღნიშვნასთან ხო? სოლეიმანი რომელი ლიდერი იყო ეს? ხო, რა ვიცი, რომელი ლიდერი იყო? პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების ფოტოები იყო, რომლებიც არ არიან რელიგიური ლიდერები, გამოფენილი და ეს გამართლა იმით, რომ ეს არის მათი რელიგიური გრძნობები. ტერორისტების ფოტოებიც ჩარული ეს არ არის რელიგიური გრძნობების კი ბატონო. და კიდევ ერთხელ, რა ვიცი, რომელი ხალხის ხარდასაჭერად ჩავიდა და რომელი ხალხის სამძიმრის გამოსახატად იმ ხალხის, რომელიც რამდენიმე თვეს მადლობა როგორი იყო? 2 დღის განმავლობაში გაწყვიტეს, გაჟილიტეს, რასაც ქვია პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. საკუთარი მოსახელე. ისტორიის სწორხარისხოვნისთვის გადავხადესთან მადლობა. ხო, ანუ ისინიც ასე აფორმებენ. რა გზავნილია ხო იქ ჩასვლა? ისინი ასე იღებენ. შეხონდა იცოდე როგორ იღებს ის ქვეყანა, სადაც ჩადიხარ. მაგიტო ჩადიხარ. იმათ უთხრეს რომ ჩვენ ხარეს, ანუ ისტორიის ამერიკის და დასავლეთის საპირისპირო ისტორიის სწორხარისხი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ირანის ელჩის საქართველოში Facebook უბრალოდ საელჩოს ვებგვერდი, სადაც გაზიარებული არის აიათოლა ალი ხამეინის რაღაცა ცნობილი ინტერვიუ თუ რაღაცა გამონათქვამები, როგორ ჩამოიქცევა ამერიკა და როგორ განადგურდება და ამ კონტექსტში განვიხილებით ახლა ყოველ შემთხვევაში რა. პირდაპირ მისცა თავისუფლება, რა საბრალებდნენ გერმანიის და ევროკავშირის ელჩებს და რის წინააღმდეგაც რაღაც პაპუაშვილი პირდაპირ რუბიოს არის მერე კობახიძესთან პირდაპირ მუქარა იყო რომ თქვენ ხო გახსოვთ რომ ჩვენ გავლენა გვაქვს თქვენს მოქალაქეებზე საუბარია იმ ხალხზე საელჩოს კიბეებზე რომ იდგა და ყვიროდა რომ ხამენეის ანდერს შეასრულებენ რომ აგაფეთქებთო რა აი ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს გავლენა სპეცსამსახურს შორის ახლა ყავდა მაკაბოჭორიშვილთან იყო მისული ელჩი და გაცნობით ხასიათის შეხვედრა იყო და მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის იმას მაგისტრის იყო სხვათა შორის მეორე მიმდინარეობა არის კიდე ამასთან ერთად რომელიც ჩემი აზრით ძალიან შემაშფოთებელი არის ეს უკავშირდება ქართველი მღვდელმსახურების და ირანის ელჩის და რაღაცა აი ამ იმეებს რა ქვია შეხვედრებს რაღაცა რუტინულ შეხვედრებს რო არ მოგატყუოთ ცოტა ძნელი წარმოსადგენია რა უნდა იყოს ისეთი რომელიც შეიძლება მათ აკავშირებდეთ ხო კიდევ ერთხელ მიუთითებს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ეს არის კარგად ორგანიზებული რუსეთის ირანის სპეცსამსახურების ერთობლივი და აქაური დღეს ვინც განასახიერებენ ამ ქართული ხელისუფლების რა ვიცი ნერვები მეშლება და გული მისყდება ქართული ხელისუფლების წარმომადგენლებს რომ შეიძლება რომ საერთოდ რამე ფორმით იყვნენ ამგვარ გარიგებებში და ამგვარ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჩართული ну აი წარმოუდგენელი ამბავია ამიტომ რა ვიცი ერთის მხრივ არაფერი იმ დეზინფორმაციის გასაფანტავად რომ არანაირ მოლაპარაკებას და არანაირ დალაგებას ისინი დასავლეთთან არ აპირებენ ეს ერთი და მეორე
ერთი მხრივ მათი მხრიდან ეს გადადგმული ნაბიჯები მე ვფიქრობ რომ საქართველოს როგორც სახელმწიფოს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის და პირდაპირ ტოვებს მართლაც აი ყველანაირი ჯურის ამ ქვეყნის მტრებთან პირისპირ პარტნიორების მეგობრების აი რა ვიცი ორი კაცი არ გამოვა ალბათ ჩვენს დასაცავად რაღაცა ისეთი რომ მოხდეს თუ ასე გაგრძელდა